სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის სოხუმის ფეხბურთელი მერი ჩვენება გაიმართა. ფილმი ეძღვნება ეროვნულ გმირს, სოხუმის მერს გურამ გაბესკირიას, რომელიც სეპარატისტებმა 1993 წელს დახვრიტეს. სოხუმის ფეხბურთელი მერი წარდგენილი იყო ბათუმის პირველ საერთაშორისო სპორტული ფილმების ფესტივალზე ნიკე, სადაც ჯიურისგან სპეციალური დიპლომები დაიმსახურა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნული ფილმის ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და ასევე სტუდენტები ესწრებოდნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა მორდუმ შეასრულა მეგრული და აფხაზური სიმღერები. სოხუმის უნივერსიტეტში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება გურამ გაბესკირიას ცხოვრების შესახებ. ეს არის მაგალითი და სიმბოლო საქართველოს ეროვნული გმირის დიდების და საქართველოს დიდებისათვის ბრძოლის და თავგანწირვის. მე მადლიერი ვარ სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის, სტუდენტობა არც ერთი არ წავიდა ბოლომდე იყვნენ, სანამ ყველაფერს არ უყურეს. ეს ფილმი ეძღვნებოდა ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას და ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ ფილმის მაყურებლები ყოფილიყვნენ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი სტუდენტები. ამ ფილმის ჩვენება ჩვენს კედლებში იყო ძალიან ემოციური, ძალიან სიმბოლური. მოკლემეტრაჟიანი ფილმის სოხუმის ფეხბურთელი მერის ჩვენებაზე, რომელიც შედგა 27 სექტემბერს კინოთეატრ ამირანში, ქალბატონმა რექტორმა იქვე გამოთქვა სურვილი, რომ სტუდენტურ აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ფილმი. ჩვენ შევეცადეთ, რომ სწორი აქცენტები გაგვეკეთებინა ახალგაზრდებისთვის, სწორად ყოფილიყო მიწოდებული ფილმი და ზოგადად განგვეზოგადებინა და არა მხოლოდ გურამ გაბესკირიაზე გვესაუბრა, არამედ საქართველოს ეროვნული გმირის სახეში განგვეზოგადებინა ყველა ის ქართველი, რომელიც შეეწირა აფხაზეთის ომს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ თეას იმისათვის, რომ ეს ჩვენება სწორედ მისი ინიციატივით მოხდა სოხუმის უნივერსიტეტში და ძალიან ნიშანდობლივია ისიც, რომ ბატონ გურამს თავის დროზე დამთავრებული ჰქონდა აფხაზეთში სოხუმის უნივერსიტეტი. სტუდენტები ძალიან კმაყოფილები იყვნენ და მათ ბევრი რაღაცა გაიგეს იმ ადამიანზე, რომელსაც მართლა არ იცნობდნენ.